იწყებოდა ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ლოგიკა ეპოქათა დასაყარზე. ეროვნული დამოუკიდებლობის წყურვილით, მოლოდინით, იმედით, ორად გახლეჩილი საზოგადოებით, ორი ტელევიზიით, ორი სიმართლით, რაც 10 წლეულების მანძილზე გაგრძელდა და დარჩა და არა მხოლოდ მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ადამიანების გადაღლილ მეხსიერებაში. ეს ჩვენი ქვეყანაა. ეს კი ქართული ტელევიზიის დრამატული ისტორია, რომელიც 90-იანი წლების ყველაზე მსაკრული პოლიტიკური გეგმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა. მთელი საქართველო გამოგვეყანა ვიღაცამ რაღაცა ბინძური ზრახვებისათვის. ვინც დღეს ნანობს ამას, მაშინ რო ცოტა გაემზრიაზე, უბრალოდ შეიძლება ეს ამბავი არ მომხდარიყო, რომ არ ყოლოდა საყრდენი. ეს იყო დიდი დაკვეთა, ეს იყო რუსეთის კომუნისტური წყობის, კომპარტიის და რა თქმა უნდა კგბ-ის დიდი მუშაობის შრომა. მე რასაკვირველია მთელი სიტუაციის გამოვიდა ჩემ თავზე პასუხისმგებლობას და არაერთხელ ვთქვამს, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ იმის გამო კი არა კიდევ უზრე დავჯექით. არა, არაერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ ჩემი საკუთარი თავით, რომ ვერ გავთვალე რა შეიძლება მომხდარიყო. 90-90 წლებში სათავე ჩაეყარა ქართული სნეულების ახალ სახეობას, ჯგუფურ კორპორაციულ ინტერესთა დაპირისპირებას. იქ უკვე ორი მხრივ შეცდომაზე გადაშვებული. შეიძლება მაგმოვანების თავიდანაცილება. მაგრამ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გავხდარიყო მთელი საქართველოსთვის მაშინ ეს იყო ყველაფრის დამორჩილება ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის. იქნება ის მიზანი უფრო მეტი იყო, ვიდრე ვთქვათ ეს დემოკრატიის მოთხოვნა და სიტყვის თავისუფლების ყველაფერზე მაღლა დაყენება. სიტყვის თავისუფლება დიდი რამ არის, მაგრამ ამაზე მაღლა დგას სამშობლო როგორც ჩანს. საბჭოთა ქართული პრესა ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვიცაც არ აღნიშნავს არსებულ მდგომარეობას. ერთი სიტყვაც კი არ თქვა ხოში მცირეებზე. უქრაინის გაზეთში ეს ინფორმაცია არ დავიდა, გაზეთი კომუნისტი არ გამოვა. ეს აიღეთ იმაში რუსულად დაიბეჭდა გაზეთში. ისმის და რუსული გაზეთები წაიღეთ იქ. ეს აიღე მაშინ გავწევთ. სათემა წაიღეთ, რომ არავინ არ ასახავს მათ საქართველოს. აქ წერია ხო? ხო, ეს არის ჭორები და ემოციები. ეს გადადება უნდა გავიდეს. წაიღე, მინდა რუსულ გაზეთში გააკეთების ის. რუსულში დააბეჭდი, რა ის ვიდი. რუსულში დააბეჭდი, რუსულში ეს ამოგვიყვეთ ესენი მაშინ. ასე აფასებდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მიტინგეები საბჭოთა პრესასა და ტელევიზიას. თუმცა კომუნისტების მხრიდან ბოლო პერიოდში მედიის მიმართ ტოლერანტული სული მაინც იგრძნობოდა. ამასთან საზოგადოებაც და ჟურნალისტთა კორპუსის უდიდესი ნაწილიც სწორედ ეროვნულ მოძრაობას გულშემატკივრობდა. მიუხედავად ამისა, 90-იანი წლების ერთადერთი ტელევიზია ხშირად მძინარე ვულკანს გავდა. ადამიანებმა ტელევიზიაში მუშაობდა ძალიან ბევრი გადაიტანეს.
მთელი ამ 88-99 წლის განმავლობაში. ბევრი ჩვენთაგანს უხდებოდა პირდაპირ ბრძოლა თავის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ცდილობდა რომ ტელეჟურნალისტების ეს თავისუფლებისადმი ტოლვა და პათოსი ცოტა დაემუხრუჭებინა, თორე პრინციპში ისეთნაირად ფიქრობდა, როგორც მათი თანამშრომლები. ისეთი პერიოდი იყო, როდესაც ბევრ ჩვენ მეგობარს, რომელიც მაშინ პოლიტიკური პარტიის რიგებში იყო, არ ესმოდა, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით უფრო მოქნილად გვემოქმედა. აი ეს არ ესმოდა და ამიტომ იყო ტელევიზიაში შემოვარდნები, ზეწოლა, სხვადასხვა ფორმით და ასე შემდეგ. ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან ერთიც ვერ გამოვიდა. თუმცა ყველა გრძნობდა, რომ ნელ-ნელა ახლოვდებოდა დრო, როდესაც ჟურნალისტებს არამხოლოდ ფაქტზე, არამედ ფაქტის შესახებ სიმართლეზეც უნდა ესაუბრონ. ნელ-ნელა ჟურნალისტები იბრუნებენ იმ დანიშნულებას, რაც მათ უნდა კონდეთ. აი ბედნიერებაა, რომ ასეთ ერთსულობას ეს მოვლენა განსაკუთრებით 90-იანი წლების მიწურულს განზაფხდა. პროგრამა ვენა ზამთარების შემდეგ ხო შეიძლება ერთი საათი ხო არის რაც იღებთ არა? აი ეს ყველაფერი ვაჩვენოთ. ექსპრეს ინფორმაციაში. თორე ხანდახან ექსპრეს ინფორმაციას ისეც უშვება, რომ სულ არ აინტერესებს ხალხს. 2 საათიანი მიდის ექსპრეს ინფორმაცია და ზოგიერთები ვერც იგებენ და ეს უფრო დაინტერესებს აი ეს. ჩვენ რის გულისთვისაც ვართ აქ და რასაც მოვითხოვთ, აი ეს უფრო დაინტერესებს. მეგობრებო, პოლიტიკური ბლოკი მრგვალებადი და გამწვავი საქართველო არის მოვალე გამწვავი, დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გარანტი. 1990 წლის 28 ოქტომბერს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ბლოკი მრგვალებადი და თავისუფალი საქართველო და მისი ლიდერი ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა. 70-წლიანი კომუნისტური მმართველობა დასრულდა. მოდიოდა ახალი ეპოქა, ახალი სისხლითა და განწყობით. ამ ფაქტმა დიდი სიხარული და ამასთანავე დაბნეულებაც გამოიწვია. განსაკუთრებით კი ტელევიზიაში. როდესაც 28 ოქტომბერს მოხდა არჩევნები დამთავრდა და მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა, 29-ში დილით საერთოდ კამერას არ აგზავნიდნენ გამარჯვებულ, ასე ვთქვათ, პარტიასთან. სულ ფიქრობდნენ, როგორ გივი გუმბარიძე რა იქნება ახლა და მოთხარეთ ცეკას მდივანი იქნება ალბათ თუ მოისურვებს, მაგრამ მაშინ კომუნისტური პარტია დაშვებული იყო ჯერ კიდევ, მაგრამ საქართველოს აღარ მართავს თქო. მეორე დღეს იყო სრული ქაოსი. რომელ გადაცემებს თქვენ გონიათ საერთოდ იდეა ჰქონდათ? 15 წუთიან საინფორმაციო პროგრამას ძლივს ვაკო წიწებდით, როდესაც არასოდეს დრო არ ყოფნიდა, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. ქართულმა ხალხმა მიიღო ის, რისთვისაც ღიად თუ ფარულად იბრძოდა ყველა. ქვეყანა ახალი დემოკრატიული პროცესების დაწყების მოლოდინში იყო, განსაკუთრებით კი მედია. ეს ადამიანები არ თვლიდნენ, რომ ზვიად გამსახურდია მოუტანა მათ მხოლოდ დამოუკიდებლობა. ისინი თვლიდნენ, რომ ყველამ ერთად გააკეთა ეს და მხოლოდ ლიდერები იყვნენ, კოსტავა და ზვიად გამსახურდია და ზოგიერთი სხვა. ისინი თავს თვლიდნენ, ესე ვთქვათ, ჯარისკაცებათაც ზოგიერთი შეიძლება უფრო უმცროსი ოფიცრის ჩინზეც ჰქონდა პრეტენზია. თუ დავიწყდება, რომ 9 აპრილს მარტოვის პრესპექტივაზე არ მოხდა დარბევა. 9 აპრილს მოხდა დარბევა ტელევიზიის შენობასთან. და ტელევიზიის თანამშრომლები გაილახა. ტელევიზიის თანამშრომლები იყო ის ხალხი, ვინც ჩუმჩუმად იღებდნენ 9 აპრილის დილიდან ესე იგი ამ ფანტასტიკურ კადრებს, რომელსაც ჩვენ ვაგროვებდით. მე და ნამდვილად ამაზე ფილმი გავაკეთეთ და ასე ვთქვათ, რისკავდნენ თავისი სიცოცხლით, ხო? ეს ადამიანები ასე თვლიდნენ. თუმცა სიტყვის თავისუფლება, რომელიც არსიც ბევრს ბოლომდე გაცნობიერებულიც არ ჰქონდა, მაშინდელ სატელევიზიო ცხოვრებაზე არ აისახა. ახალ ეროვნულ ხელისუფლებას ქვეყნის საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ საკუთარი ხედვა ჰქონდა, რაც ჟურნალისტთა ერთი ნაწილისათვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა, მეორისთვის კი გასაგები. ზვიად გამსახურდიას ლოზუნგი იყო დამოუკიდებლობა და შემდეგ დემოკრატია. შეაბრუნა მეორე მხარემ და თქვა არა ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა.
სხვა აბსურდია. ის იყო უნიკალური და განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, ექსტრემალური პერიოდი საქართველოს ისტორიის, ფასეულობების, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების, ბევრი რამის გაუცნობიერებლობის და გაცნობიერებისკენ სწრაფვის პერიოდი იყო, მაგრამ ერთი რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გამხდარიყო მთელი საქართველოსთვის მაშინ, ეს იყო ყველაფრის დამორჩილება ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის. სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა და მე რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო წმინდები იმ ჭეშმარიტებაში, რომელიც თავის დროზე გვეთენ თქვა. ადამიანები ძალიან სწრაფად იღლებიან იდეალობისაგან. პირველი სერიოზული ბზარი ჟურნალისტთა კორპუსში ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარედ ქართულ ტელესივრცეში ყველასათვის უცნობი კანდიდატურის თემურ კვანტალიანის დანიშვნამ გააჩინა. მან ვიდრე ის ტელევიზიის თავმჯდომარედ დაინიშნებოდა, გააკეთა განცხადება, რომ ტელევიზია არის გართობის საშუალება. ანუ მთლიანად ამოაგდო ტელევიზიიდან ჟურნალისტიკა და უარყო, რომ ტელევიზია პირველ რიგში არის მასობრივი ინფორმაციის საშუალება. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მოდის კაცი არაპროფესიონალი და მთელი ის იმედები, რაც ჩვენ მქონდა, რომ მოვიდა დემოკრატიული ხელისუფლება, ანუ ქვეყნის პრეზიდენტად მოვიდა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სიტყვის თავისუფლებისათვის იბრძოდა და მაშა სადამე სიტყვის თავისუფლება მოვა ქვეყანაში, იმ თავითვე, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, საფრთხის წინაშე დადგა. როგორც კი მოვიდა კვანტალიანი, პირველი რაც გააკეთა, ეს იყო დახურა საღამო მშვიდობისა. მე მაშინ ნომინალურად ვიყავი კინორედაქციის მთავარი რეჟისორი და მომთხოვა სამუშაო ადგილზე დაბრუნება. მე ხა პროტესტის გზნობა გამოიწვია, მაგრამ სხვა შორის ეს ჩემი პროტესტი მაშინდელ გაზეთში დაიბეჭდა, რესპუბლიკა იყო ასეთი გაზეთი, მგვალი მაგიდის, სხვა შორის უნდა ითქვას, რომ დაიბეჭდა ეს და ამის მერე უკვე საერთოდ აღარ დამოდგმებოდა ტელევიზიაში და მე წავედი. თავდაპირველად ჟურნალისტურ პროტესტს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. ახალი ხელისუფლება და პირადად ზვიად გამსახურდია ტელევიზიაში მიმდინარე ლოკალური პრობლემების შესახებ ინფორმაციას თავად მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ადამიანებისგან იღებდა. იმ წლის 14 აგვისტოს მე ვიყავი ზვიად გამსახურდიასთან პირადად. ჩვენ გვაკავშირებდა და ჩვენ გადაცემა საღამო მშვიდობისას მასთან გარკვეული ურთიერთობა. უნდა გითხრათ, რომ არც ერთი მხარე დაპირისპირებული ეროვნული ძალებისა ჩვენი გადაცემით საბოლოო ჯამში მაყოფილი არ იყო, თუმცა ყველა მათგანის გამოჩენაში დიდი წვლილი მიგვიწვის სატელევიზიო ეთერში. და მაშინ გავაფრთხილდა ზუსტად უთხარი ის მოვლენები როგორ გამვითარდებოდა. უთხარის განწყობის შესახებ, რომელიც ტელევიზიაში შეიქმნა და უთხარი, რომ ეს განწყობა ანტი სახელმწიფო განწყობა არის ხელოვნურად შექმნილი. უთხარი ის, რომ აი ტელევიზიის თანამშრომლების დიდ უმრავლესობას, ესე იგი, ისეყრიან ტელევიზიიდან, რომ ყოველგვარი, ესე ვთქვათ, დაფასების და აღნიშვნის გარეშე. ეს იყო საბჭოთა ადამიანის მენტალიტეტი. აბსოლუტურად ჩვენ ვიყავით საბჭოთა ადამიანები. აი მთელმა ამ 70 წელმა ჩამოაყალიბა ამ ექსპერიმენტმა სოციალურმა, ჩამოაყალიბა საბჭოთა ადამიანი. ჟურნალისტი ის იყო კარგი თუ ცუდი, ქონდა მუდმივი სამსახური. რაღაც ყავდა მფარველები, მუშაობდა, კმაყოფილი იყო, რაღაც სტაბილური ცხოვრება ჰქონდა და საერთოდ რას გეტყვით, იცი, ჟურნალისტებმა კი არა. და ჟურნალისტებმა უმეტესწილად, ალბათ, იმიტომ რომ პირველად მე ვთვლი, რომ ალბათ ჟურნალისტმა უნდა გაიაზროს რა ხდება. 90 წლის 28 ოქტომბრამდე ეს არათუ ჟურნალისტს საერთოდ არავის გაცვეცნობიერებული არ ჰქონდა რა მიმდინარეობდა, რა ხდებოდა. ტელერადიო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვისა და თანამშრომელთა დათხოვნის შემდეგ ტელევიზიაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ამდენად პროგრამამოამბის მთავარმა რეჟისორმა ზენონ კაციამ და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ზვიად გამსახურდიას ტელევიზიის კოლექტივთან შეხვედრა სთხოვეს. 1990 წლის 25 დეკემბერს ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის რანგში ტელევიზიის თანამშრომლებს მართლაც ეწვია. შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული და შეიძლება ითქვას არაორდინალურიც იყო. რაც თქვენ იმ კაცი არ მოგწონთ, აი მე ვიღებ ჩემ თავზე. მე ვიღებ კაცი, მე რომელიც
მენდობით მე თუ არ მენდობ, აი გეკითხებით. მენდობით? რაც თქვენ იმ კაცში არ მოგწონთ, არა, იმას მე ვიღებ ჩემ თავზე. იმ ხარეს მაგას მე მოხსნი. გესმით? აი დამიჯერეთ, გას. დამიჯერეთ. მე იმ ხარეს მაგისა ცოტა უხეშია. ცოტა შეიძლება ზილობას ღალატოს. მე ყველაფერ ამას მოხსნი, რა გინდა, გას? იქნება როგორც აბრეშუმი, რა გინდათ მეტი, გას? არ გჯერათ? არ ჯერა და გააგდებ რა უნდა თუ არ მოგეწონება რა თქვენ ხელში არ არის გაც თქვენ ხელში არ არის არ მოგეწონება გააგდე და მორჩა გაც რა პრინციპია ეს ამის გულისთვის ახლა ჩვენ უნდა წავიჩუბოთ ამის გულისთვის კვანტალიანი არ იქნება თქვენი უფროსი გესმით არ იქნება თქვენ გექნებათ უშუალოდ წულეისკირთან საქმე გესმით ვინმე შეურაცხყოფა მიაყენა 100 ჯერ ზღავ უკვე კიდე ზღავს ვინმეს რამეს უხეშად ეტყვის 10 ჯერ მეც მიიღებს. რა გინდათ? არაფერს არ ეტყვის, დამიჯერეთ. ეხლა ის ნანობს, მიხვდა შეცდომებს. მე იმას საკმაოდ კარგად ვესაუბრე და მე მგონი ეს ყველაფერი ნორმალურად იქნება. ერთადერთი არგუმენტი, რაც მან მოიყვანა, რატომ უნდა მოვიდეს კვანტალიანი ტელევიზიის თავმჯდომარედ, ის იყო, რომ ეს არის ძლიერი კაცი, რომელიც აქ არ შემოუშვებს იმ ძალებს, რომლებიც ჩემი მოწინააღმდეგენი არიან და ქვეყნის მტრები არიან. მე ვუთხარი რომ თუ ასეთი ძლიერი კაცია და მისი მთავარი ფუნქცია ის არის რომ ტელევიზიაში არ შემოვიდნენ ის ძალები ვის შემოსვლას თქვენ არ გინდათ მაშინ დავაყენოთ დაცვის უფროსად და არ შემოუშვებს არავინ. რა თქმა უნდა ჭირდებოდა ერთგული ადამიანი და ალბათ ადამიანი ალბათ კერან აბდულათასი იყო რომელსაც ესმოდა რა უნდა გაეკეთებინა ჟურნალისტიკას როდესაც თავისუფლები გავხდებოდით. ზოგადად გამოსახურდიან ახალი კანდიდატურის ზებნა მართლაც დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. ერთი პერიოდის ვიადმა ისიც შემოთავაზა, რომ მე დამეკავებია ეს თანამდებობა ტელევიზიის კომიტეტის თავმჯდომარეობის, მაგრამ მე მაშინ უარი ვთქვი, იმიტომ რომ უზენაეს საბჭოში ვიყავი და შემდეგ იყო ასეთი სიტუაცია, რომ მე ტელევიზიის თანამშრომლებს პირობა მივეცი, თუ კი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა მე წამოვიდოდი უზენაეს საბჭოდან. დაპირებას აქვს თავისი ხიბლი. აქედან გამომდინარე შენ ცდილობ რომ დაპირება მიიღო იმ დოზით, რამდენ დოზითაც შენთვის არის მისაღები. თუმცა შენ გელაპარაკები რომ ესეც უნდა იყოს უახლოეს მომავალში და შენ ხედავ რომ ისეთი საფუძველი ეყრება სიტუაცია, ესეთი პერსპექტივა ჩნდება რომ ასე არ იქნება, არა თუ ხვალ არამედ არასოდეს შენ ისწრებ პროტესტის გზნობა. ყველათაობა საკუთარ ჟურნალისტიკას ქმნიდა. თუმცა მისი მიზნები ყოველთვის უცვლელი იყო. აქედან გამომდინარე საბჭოთა ცენზურის პირობებში აღზრდილმა ჟურნალისტებმა ახალი ეროვნული ხელისუფლებისაგან წამოსული შეზღუდვების წინააღმდეგ გულწრფელი პროტესტი გამოთქვეს. ერთ კაცზე კი არ არის საკლაპარაკი. თითქოს მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. თითქოს გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელსაც უნდა გაიმარჯვა, რომელიც იყო პროგრესული, რომელიც იყო დემოკრატიის მეხოთბე და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად საქმით ეს არ დასაბუთდა, არ დამტკიცდა და ამან გამოიწვია ძალიან დიდი იმედგაცრუება. პირიქით იცით, ცენზურა მაშინ უნდა ყოფილიყო ზუსტად, იმიტომ რომ ფერი აი ისეთი სიტუაცია ჩამოყალიბდა, რომ სასწორზე დევს სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნა. და ამ დროს რომ ის საშუალება რომ იქიდან თქვათ მეორე მხარემ რაც უნდა ის დემაგოგიური გამოხტომები რაც კონდათ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააღიზიანებდა ხალხს. ამიტომ ის ცენზურა საჭირო იყო. იდეალებისაგან დაღმული ჟურნალისტების ერთი ნაწილის იმედგაცრუებას მალე ფართო მასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მეორე ნაწილი კი მშვიდად განაგრძობდა საქმიანობას, თუმცა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე იყო. ამის შესახებ განცხადებებს ჟურნალისტები მოგვიანებით მიტინგებზე აკეთებდნენ. აი დღეს მე გავხდი მოწმე ერთი ასეთი ინციდენტისა, იწერებოდა პროგრამა მოამდე. მოამბის თავარი რეჟისორი, რომელიც არის ვინმე ჯაფარიძე, ეუბნება ამ მორიგე რედაქტორს, რომ აი შემოსული არის განცხადებები, წერილები, კოლექტიური, აი ეს ამაზრზენი საშინელი წერილები, რასაც მე ყოველ გაისმენ და ეს უნდა გადაიცეს. ბატონი ქოქიაშვილი ეუბნება, რომ მე ამას არ გადავცემ. ის პირდაპირ მიდის შეტევა
პრობლემაზე რაც კი არ გადაცემ, მე მეუბნები რომ უნდა გადაცემ. ეს ეუბნება შენ რა უფლებით მეუბნები, თუმცა შენ ხარ რეჟისორი, მე ვარ რედაქტორი, მე არ გადავცემ. დრამატულად ვითარდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრებაც. სიტუაცია განსაკუთრებით 2 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც კინოსახთან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო მიტინგს დემონსტრანტების დარბევა მოჰყვა. დარბევას კი პროვოკაცია. ძალიან ბევრი შეცდომები იყო და შეცდომებს უშვებდა ყველა. მედალს მეორე მხარეს ჰქონდა. ამ მეორე მხარეზე კი პრეზიდენტი გამსახურდია ქართულ საზოგადოებას სახელმწიფო ტელევიზიით ასე მიმართავდა. Ревас Хейдзе, Георгий Чантурия, Георгий Хайндрава, Нодар Натадзе сделали сегодня попытку дестабилизировать обстановку в городе. Они перекрыли движение в центре, что не допускается ни в одной цивилизованной стране. Если мы прибегали к подобным методам в коммунистическом государстве, то это было вызвано тем, что Грузией правила вражеская сила, неконституционная узурпаторская власть. И против нее мы использовали любые методы. Но сегодня действовать так против законной и всенародно избранной власти совершенно недопустимо. Милиция не позволила им действовать так, и они напали на милицию. 9 милиционеров ранено, есть ушибы. Пострадало также несколько граждан, но следствие разберется, кто как и от кого пострадал. Бронежилеты милиционеров изрешечены пулями, и в ближайшее время вы увидите это по телевидению. Эти эксцессы имеют цель сорвать дипломатическое признание Грузии во всем мире и, конечно же, инспирированы Кремлем и его агентурой в Грузии. Поэтому я призываю вас, призываю всю Грузию осадить изменников, дать им достойный отпор. საღამოს როდესაც გადაიცა კადრები და იქ უკვე ლაბორატორია იყო იმაზე, თვითონ ზედა გამსახურდია ლაბორატორობდა, რომ აი მათ ესროლეს პოლიციელებს და ასე შემდეგ და აჩვენებდნენ ბრონეჟილეტებს, რომლებიც ყრით იყო გახვედრილი, ტყუილი იყო ეს ყველაფერი, ყველა მიცოდა ჩვენმა ოპერატორებმა, რომელიც იქ მუშაობდნენ მით უმეტეს. მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტ მთავარი, ეს 2 სექტემბერს ეს მოხდა და 3 სექტემბერს სამსახში ჩხერება მოაწყეს. იმიტომ რომ გოგა ხაინდრავა იყო აქ მოსული, რომელიც იღებდა იქ 2 სექტემბერს და ეთქვა კვალში მოყვნენ და იფიქრეს, რომ აქ რაღაცა განსაკუთრებული ხდება. ნუ გოგა გავიდა ეგრეთ წოდებული შავი გასასვლელიდან, ისინი აქ სადარბაზოს მხრიდან შემოვიდნენ. და ნუ ეს ფორმა მიდგომის ხო თან ახლა უნდა გავიწყებოთ, რომ კარებზე გამსახურდია წერია და ჩემი გამსახურდია და ნათესავები ვარ ჩვენ საერთოდ. შენი პოზიცია იყო ეგეთი რომ ამ მომენტიდან ტელე და რადიო ჟურნალისტების ერთი შეხედვით ულუფყვილო პროტესტი შენობის კედლებს გასცდა. 12 სექტემბერი ქართული ტელევიზიისა და ზოგადად საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დრამატული მოვლენების დასაწყისად იქცა. მაშინ ჟურნალისტები ოპოზიციური აზრისათვის ალტერნატიულ საათს, ეგრეთ წოდებული სამშობლოს მოღალატეების სიების ტელევიზიით გადაცემის აკრძალვას და ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვდნენ. ხელმძღვანელობა კი აქციის საღამოს 6 საათამდე გადადებას და გარკვეულ დროს კვლავ მოლაპარაკებებისა და ვითარების განმოხტვისათვის. მე უთხარი, მე კატეგორიულად მოვთხოვე და ბატონმა ტიმიმ და ბატონმა მამუკამ. ჩვენ ჩავიდეთ, კაცო, მიტინგი გელოდებათ იქ. ნუ აი ეს როგორ იცით, აი სიტყვის ბანზე აგდება, ეს კი არა, მე დენ თავის ჩაიკა ირგვლივ ყავს და ეხლა ესე კი არა, კაცო, მოვილაპარაკოთ რაღაც აქეთ იქით, მე გამოუცხადე რომ არა მეთქი, მე დავწავალ და დავდები კიდეზე მეთქი. მე დაურეკეს ხორიძეს, მოძებნეს დაბლად, მე თვითონ ველაპარაკე იმ ხორიძეს და პანტალიანმა თქვა ასეთი რამ ვიდრე ხორიძეს მე დაველაპარაკებოდი რომ რა ვქნაო კაცო, მე ვთქვი შენ ხორიძეს გასაგებები, კაცო, შენ არა ხარ აქაურობის უფროსი მეთქი, კაცო, შენ უფროსი აღარ არსებობს ახლა და შენ არსებობები რამე გადაიწეს, რამე არ გადაიწეს, ამას ხორიძეს უთანხმობთ კი? ნუ რა ვქნაო ძმაო, ის ჩემი უფროსიაო და ეხლა ხორიძეს მე ველაპარაკები, მე ვუთხარი კაცო ვერტო საკაურობას, იმიტომ რომ ხარ უფროსი მეთქი და დამესწრნენ ეხლა მე ჩამიშვიო რა გამიკეთო რა რამეს ვაყალდე კი ვაყალდებ რამეს კომატოსმო არა ბოლო ესე იგი მე უკვე გაბრაზებულმა გამოვიხურე კარგი და მე უთხარი დაუბარე რომ ესე იგი მე დავაკეთებ ჩემს სასმელს შენი პოზიცია იყო ეგეთი რომ 6 საათამდე მასალა თუ კარტემები მე დავეთანხმე ვალეს ეს აზრია თუ ეხლა არა ტიპეზე და მოვა ისობა და ხორიძე და იტყვის რამეს და გააკეთებ რა ვდგებით და წავალ თუ არა და ვიქნებით იქა დამთავრდება რა მარტო არ უნდა ამას ეს არის თხოვნა, რომელსაც გეუბნება რომ 1 საათი მაცალეთ
არ მოგიძლებთ ყველაფერს და თქვენ უფლებები ყველაფერი გეძებნებთ. ეს უნდა მხოლოდ მაგრამ მაშინ მე რო ხელში წვებოდე რაღაცას უშავებდი, არაფერს არ უშავებდი, ბატონო, მზები, ბატონო. ამისათვის რაკი არაფერს არ მშევი. ნუ ჩემი აზრით. ჩვენ ანგარიში არ გადავიდეთ, ჩვენ არ ჩამოვიდა, კაცო. აცი გადადება, შეიძლება ამხომელი, ბატონო, ვერ ჩამოვიდა. დავედით ჩვენ არ წავსულეთ იმის დრო ყანდელენი ჩამოგოყვანა. აბა ის უშავებდი. უნდა წარგვედი ამის საერთოდ. მე ვიცი შერიფის ამოხოდი, მაგრამ მე გამოვედი, წავედი. კარგი, თეთრი. ვალე ისა მაგ გეუნები ხალხში მომო. 6 საათი თეკ დავაჩადე სამკაც ჩამოვიდა. არა, მე მეშინია მაშინ ეხლა ასე გავაკეთოთ, ასე მოვიქცეთ. ეხლა არ გინდათ ლაი კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდეთ. ეხლა შევიდეთ სანამ იქ დავიძებით. სასწრაფოდ შევადგინოთ პლაკატები, ხო? შედგინეთ პლაკატები, შედგეს სია. შედგეს სია, მორიგეობის სია. გარდა ამისა, ის ტექსტი გადაიბეჭდოს რამდენიმე სანამ სასწრაფოდ ინგლისურად ითარგმნოს და ვიღაცა ერთ კაცს გავავალოთ, რომელიც ამას გაგზავნის. აი ეს უნდა გავაკეთოთ. ვინ არის მომხრე? ვინ არის მომხრე? გაგეცდოს ყველაფერი ეს ოღონდ ვაცანოთ 6 საათად. ვისაც გადაწყვეტილი გვაქვს დაჯდომა იმათ ესე იგი მომგონი იმათ პოზიციაზე. ეხლა ჩვენ გვინდა არ გვინდა უნდა წამოყვეთ. მე მაგალითად არ ვიზიარებ რომ ეხლა უნდა მიმაჩნია რომ 6-მდე მოვიწვიოთ, მაგრამ იძულებულს ვთქვით რომ დავჯდე იმიტომ რომ მარტო ვერ გაგტოვებთ. რამე თუ თქვენ რომ იქ მარტო დახტეთ, ეს იქნება აბსურდი. მეორე, ის მოვა 6 საათზე გვეტყვით რაღაცა და ჩვენ ავდგებით. არა ავდგები, რატო ავდგები? მე ავდგები. რატო არა? შენ ავდგებით, მაშინ როდესაც ტელევიზიაში დაიწყება რაღაცა. არას რატო არ მინდა შეპირება? ის კაცი ძა. შეპირება არ მინდა. შემთხვევაში ისეთი თუ გინდა 2 კვირა მანდო. დამიჟდებით 2 კვირა. ყველა რედაქციას თავისი ავტორიტეტი და მთავარი მოქმედი გმირი ჰყავდა. იყვნენ სხვისი ფეხის ხმა საყოლილი ადამიანებიც. მე დელაკოფიაში ვარ ყოფილიყო მოამბე არ გამოვიდოდა ალბათ. კიდე სხვა რაღაცა და სხვა რაღაცა. ნუ საღამომშვიდობისა და ახალგაზრდული პროგრამების რედაქცია და ასე შემდეგ. თქვათ, ნუ ჩემი სახელთან იყო დაკავშირებული მათი გამოსვლა. და ზოგიერთი სხვა პრინციპში ყურადრო ეღო ხელისუფლებას ჩვენი ესე ვთქვათ დათქვამი თავის დროზე ესაც არაფერი არ მოხდებოდა. ეს მთლიანი პროტესტი იყო ხალხის, რომელსაც ვერ მიხვდა რომ იწყებოდა ფორმაცია იცვლებოდა და ჩვენ რუსეთისგან უნდა გამოვყოფილიყავით. ეს იყო დიდი დაკვეთა. ეს იყო რუსეთის კომუნისტური წყობის, კომპარტიის და რა თქმა უნდა კგბ-ის დიდი მუშაობის შედეგი. დიდი მუშაობის და ეს არავისთვის დასამალი არ არის. შეიძლება ახლა რაღაც ისეც ვამბობდე, მაგრამ როგორც ყველა დაწესებულებაში და განსაკუთრებით ტელევიზიაში კგბ-ს საკმაოდ ფართო არეალი ჰქონდა. საბოლოოდ მართლაც ასე გამოვიდა. თუმცა ჟურნალისტთა უმრავლესობა თავიდან მხოლოდ საკუთარი პროფესიული ღირსებისა და პრესის შესახებ კანონის დასაცავად გაიფიცა. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე პრეზიდენტიურობაში, სამხედრობაში ეს რა თქმა უნდა ვიზიარების ამოსაგრება და ვთქვით ყველანაირად რომ გამოგვესწორებინა რა ჩვენ გაბედზე იყო დამოკიდებული, რა ჩვენგან იყო დამოკიდებული, მაგრამ ის რაც 2 სექტემბრის შემდეგ ხდება ეს უკვე აღარ იმორჩილება არავითარ კრიტიკას. გადაჭდა ყოველგვარ ზღვას. ტელევიზია ჩვენში ნელ-ნელა იქცა იმ ძალად, რომელსაც დეზინფორმაციის საშუალებით, რომელიც აწლუნგებს ჩვენ საზოგადოებას. კლავს აზრს ჩვენ საზოგადოებაში და თუკი ჩვენ გვინდა ტელევიზია იყოს ჩვენი მშველელი, ხოლო ჩვენ ვიყოთ ტელევიზიის მშველელი, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი ტელევიზია გახდეს თავისუფალი, ის იყოს ხალხის ტელევიზია, იქ მოდიოდეს ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ხედავდეთ ტელევიზიაში როგორც ერთ მხარეს, რომელსაც თავისი მოსაზრება აქვს, ისე მეორე მხარეს, როგორც პარტიებს, ისე საზოგადო მოღვაწეებს, როგორც მწერლებს, ისე მეომრებს. ვისაძლებოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ ყველას. გამწოვდა ეს ურთიერთობა. გამწოვდა იქამდე, რომ ტელევიზიის თანამშრომელთა ერთი ჯგუფი იძულებული გავხდით, რომ პროტესტის სხვა ფორმისთვის მიგვემართა უკვე და ეს სხვა ფორმა იყო სწორედ ის, რომ ჩვენ აღმოჩნდით ტელევიზიის კიბეზე. თუ გავიხსენებთ აი ქრონიკას, პარალელურად მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესები. აი თქვენი როგორც ჟურნალისტის პოზიცია, როდესაც ტელევიზიის კიბეებთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური ძალები.
ეს ერთმანეთისგან მოწყვეტით არ არსებობს. იგივე პოლიტიკური ძალები, იგივე ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც აღმოჩნდნენ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებთან, ხო? ეს ყველაფერი იყო ერთი მთელი. ყველა ელოდებოდა რაღაცას და ის რაღაცა არ მოვიდა. ანუ არ მოვიდა სიტყვის თავისუფლება. არ მოვიდა აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა. სადღაც თავისუფალია სახელმწიფო ტელევიზია. უბრალოდ ძველი გამოსახულება ახალი მოსული იყო და დამოუკიდებელი კერძო ტელევიზიები არ არსებობდნენ. და ამიტომ ერთადერთი ტელევიზია რომ მოქმედებდა და თვითონ ბატონო ზურაბა მაინც ეს შესაძლოა მისი ცოტა ნაკლი იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ტელევიზია ჯობდა რომ როცა ეროვნული მოძრაობიდან ხარმოსული მიტინგებისა და დემონსტრაციების ფონზე ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის რომ დემოკრატიაში ყოფილმა კომუნისტებმა ვერ გაჯობა. აი ამაში სამწუხაროდ ცოტათი შეეშალა ხელისუფლებას და ალბათ ამის გამოძახილი იყო იმ ტელეჟურნალისტთა აქცია. უკვე აღარ შეიძლება ამ შანსის ხელიდან გაშვება აუცილებელია რაც შეიძლება მალე ყველა მეტადში მოვიყავოთ თავი ამასთან დაკავშირებით. სამი საათისათვის ყველას გელოდებით ყოფილი იმელის შენობის წინ და იქიდან ყველა უნდა დავიძროთ თავრობის სასახლესთან. ჩვენ იქ მივდივართ და დანარჩენი ეხლა თქვენი ფიქრით რა. დღეს მაქსიმალური რაოდენობით ხალხი უნდა შეიყაროს და აღარ უნდა დაიჭანოს ის ხალხი სანამ გამსახურდია არ გადადგება ან პატიმრობაში არ იქნება აყვანილი. აი ეს იცოდეთ რა. ჩვენ დავიწყეთ დიდი და ახალი საქმის კეთება ყველამ ერთად და რა თქმა უნდა იყო იქ საოცარი გულწრფელობით სავსე საქმეებით იქ იყო არაჩვეულებრივი განწყობა რომელსაც შეეძლო პრაქტიკულად შეეცვალა მთლიანად დღევანდელი სახე საქართველოსი, მაგრამ აი ეს ბარიერი რომელიც აღიმართა ქართველებს შორის და ეს ისტორიული ბარიერია სხვა შორის მაინდა-მაინც ჩვენი თაობის ბრალი არაა ეს ჩვენი ისტორიული ბედურება და ეხლა ვიწყებთ ალბათ ჩვენ ყველანი ფიქს იმაზე როგორ გაუმკლავდეთ ამ ჩვენს სენს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტ გამსახურდიას ინაუგურაციიდან სამ-თვეში მის გუნდში სერიოზული ბზარი გაჩნდა. თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგლუ და ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალ თენგიზ კიტოვანთან ერთად მის რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა. გააქტიურდნენ ოპოზიციური პარტიებიც. უდიდეს სახელმწიფო და მეთაურები იჩხანებიან ტელევიზიით გამოსვლისას საქართველოს ხსენებისას მეგობრებო. ჩვენ უნდა დღეს ვიყოთ ერი, ჩვენ უნდა გავუგოთ ერთმანეთს. ჩვენ ქურჩევთ ვარ შეძლი დღეს, მაშინ ჩვენ ერი არ ვხდია. შეგვიძლია ჩვენ ეს თუ არა? მინდა მარიამი ხარავდეს, იყავით ხარატარებად პროვოკაციებს. ზოგადად საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებისათვის მტრის სტატუსის მინიჭება და კრემლის აგენტის იარლიყი იმ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო. რაც საზოგადოების სხვადასხვა ფენის დამოკიდებულებას კანონიერი ხელისუფლებისადმი კიდევ უფრო ძაბავდა. ამ ყველაფერს გარკვეული ლოგიკაც ახლდა, თუმცა ეს სხვა კიდევ უფრო დრამატული ისტორიაა. სიტყვის თავისუფლების სახელით ტელევიზიის კიბეებთან მჯდარ ჟურნალისტებთან ხელმძღვანელობა კონტაქტზე რიდებოდა. ხელისუფლების მხრიდან კი მათთან სასაუბროდ უზენაესი საბჭოს დეპუტატი, განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე თამარ ქორიძე მივიდა. გამობრძანებული იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პირდაპირ ეთერში უნდა ელაპარაკოს კომენტატორისთან დასწრებით თავიანთ ხალხთან, ვისაც ეს არ შეეძლო, გასაგები გახდებოდა, რომ ის არ შეეფერება ხელისუფლებასა და თანამდებობას. მეორე წინადადება იყო ასეთი: ყველა ოპოზიციას, პოლიტიკურ პარტიას საგად მოაზროვნე თუ ავად მოაზროვნე, რა ვიცი, ყველას ვისაც აქვს სურვილი მიმართოს თავის ერს უნდა მისცემოდა ეთერი. როცა ბატონ თემურ ქორიძესთან რეკავ ერთხელ თუ ორჯერ ძვირს მოვახერხე დარეკვა, მესმოდა ბატონო თემურ, როდესაც უთხარი მე თქვენს პირად მდილანს, სხვათა შორის თქვენ თავრობის ტელეფონებსაც კი არიღებთ. როცა ვთხოვე მე მდილანს, რომ დამალაპარაკეთ ვალერი ვარ კვარაცხელია მეთქი, იქ არ ვიცი რომელიღაც სიგნალმა სწორად არ იმუშავა, მე მესმოდა როგორ გითხრათ მათ თქვენ და როგორ უთხარით თქვენ რომ ეხლა არა ვარ, არა უთხარით რომ გასული ვარ. სხვათა შორის მილიონჯერ დავრეკა სამწიხავს კაცო თქვენ. სადახათ, ატო არ ახავთ კაბინეტში. ქუჩაში არ ახავთ, კაბინეტში არა სადახათ. ეხლა ბატონო თემურ, რა პრინციპი
ეს პროცესი რომელიც მაშინ დაიწყო და დაიწყო მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ძალიან ჯანსაღი იყო რაც მაშინ ის ამბოხიც ის ჯანყიც მე კარგად მახსოვს როდესაც დამიბარეს ვალერი კვარაცხელიამ თამარ ცაგარეიშვილმა მაშინდელმა მოწინავე ჟურნალისტებმა და ეს რა ქვია მოგძანდითო და მე მივედი ვალდებული ვიყავი რომ მივსულიყავი კიბეებზე მიტინგი მიმდინარეობდა და რაც მე იქ ვიწმიე შეურაცხყოფა გამცირება მაგრამ მე ვთვლიდი რომ ამას ნუ ჩავმართვებთ რაღაც ისე და რაღაც ამოსაწონებელ ამბად მაგრამ ვთვლიდი რომ მე ამას ყველაფერში დამნაშავე ვიყავი ისინი ვიწოდებდნენ დიქტატორებს, ტირანებს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლებას ვახშობთ და ასე შემდეგ. გავიდა დრო და შემდგომ პერიოდში ეს ჟურნალისტები აღმოჩნდნენ შეიძლება ითქვას თუ უკეთეს გამოთქმას შევარჩევთ და არ ვიტყვით ყორმოჭრილ მონებს და ვთქვათ ზედმეტად ლოიალურნი ჟურნალისტვის შეუფერებლად ლოიალურნი იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საქართველოში სისხლი დაღვარა. სად ვეძებოთ ჩვენ ის კრიტერიუმი, რომელიც შეაფასებს კონკრეტულად იმ ჟურნალისტის საქმიანობას ერთ ვითარებაში და იმავე ჟურნალისტის საქმიანობას მეორე ანალოგიურ ვითარებაში. როცა ერთხელ იმ ჟურნალისტს უჩნდება სრულიად სამართლიანი შესაძლებელია პროტესტის გრძნობა და მეორე ანალოგიურ ვითარებაში მასში ეს ყველაფერი მკვდარია და იგი როგორც იმდროინდელ საქართველოში ამბობდნენ იქცევა გოშიად ამავე მიტინგზე გაისმა აქციის მოწინააღმდეგე ჟურნალისტთა მეორე ნაწილის სახელით გაკეთებული განცხადებაც კოლეგებს შორის რუკედლის აღმართვა ნელ-ნელა დაიწყო. უამრავი გარეშე ხალხი მე მინდა პატარა განცხადება გავაკეთო არავინ არ იფიქროს რომ აქ დამწარი ჯგუფი არის მთელი ტელევიზიის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ ეთანხმება აქ შეფიქრ მდგომარეობას და აქციას ძალიან მწუხდეს როგორც ინფორმაცია იქნება ვითარების განმუხტვის მიზნით ჟურნალისტებთან მოლაპარაკებაში ხელისუფლების მხრიდან ყველაზე აქტიურ მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი იღებდა. პრემიერ-მინისტრთან ჟურნალისტთა ჯგუფის შეხვედრა აქციიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა. მათი მოთხოვნები უცვლელი იყო. ოპოზიციისათვის ალტერნატიული საათი და ხელმძღვანელობის შეცვლა. გუგუშვილი კი მათ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გახსნას თავაზობდა. ძალიან შორეული გეგმა იყო და თავისთავად რომც დავთანხმებულიყავით ამაზე რაღაც პერიოდი ჩვენ მოლაპარაკებებში იყო ისეთი რომ ჩვენ დავთანხმდით აი მაგალითად დროებითი პროგრამების დროებას და პიკის საათის ჩამოყალიბებას მაგრამ ეს სრულიად არარეალური იყო დაკავშირებული იყო ძალიან დიდ ფინანსურ პრობლემებთან და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ სრულიად არ შეეფარდებოდა იმ ჩვენ ძირითად მოთხოვნას რისთვისაც ჩვენ ფაქტიურად ამ მოლაპარაკებებზე წავედით პარადოქსალური რა იყო იცი ხა არ მინდა გვარი დავასახელო ჩვენთან იყო ერთ-ერთი აქტიური აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ძალიან აქტიური მონაწილე აი ხელმძღვანელობაში რო შედიოდა და მისი ძმა იმ მომენტში იყო გუგუშვილის აპარატის უფროსი ესე იგი ჩვენ მოლაპარაკებაზე დავდივით მთავრობის შენობაში გუგუშვილთან ესე იგი ერთი ძმა იყო ჩვენთან ისეთიში და მეორე ძმა იყო ვიზავი მისი და ასევე ხა ჩვენ წინ მითიჯდნენ ხა ჩვენი ახლობლები იყვნენ სულ ისინი ხა მაია თომაძე მაგალითად ვისაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდა და ზოგიერთი სხვა ზოგ შემთხვევაში ურთიერთ ცინიზმი და ურთიერთ შეუგნებლობა ადამიანებისა რომლებიც გუშინ წინ მეგობრობდნენ იმდენად ზედაპირზე იყო რომ აი ეს უფრო მახვედრებდა რომ შეიძლება უბედრობა დატრიალდეს თუმცა იყო შემთხვევებიც როდესაც ჟურნალისტები ხელისუფლებასთან შეთანხმებასაც აღწევდნენ მაგრამ ამ ბატალიების უხილავი ავტორების გავლენით პოზიციას მალევე იცვლიდნენ. როცა მოვიდა დელეგაცია აქედან და მოითხოვეს შეხვდა ბესო გუგუშვილი და უთხრა კი ბატონო ჩამოაყალიბეთ თქვენთვის დამოუკიდებელი ტელევიზია. აი ახლა სანამ თქვენ გეკნებათ თქვათ ფინანსები ეკნებათ საშუალებები გეკნებათ იხარეთ ჩვენი ტექნიკა კომიტეტის ყველაფერი აბსოლუტურად იხმარეთ და მე უკვე რადგანაც ის გააკეთეთ. მაგრამ არა რომ წავიდა ეს დელეგაცია გახარებული და გავიმარჯვეთ რომ იძახდნენ იქ რომ მივიდეთ. იქ ვინც ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა
იქ აი სათავეში ეს არ ვამბობ მე მაინდა-მაინც თბილისში იქ ეს ამბავი არ მოეწონათ იმიტომ რომ მაშინ გამოიწვევდა ამ ტალღის შეჩერებას და მეორე დილას უკვე დაიწყო სულცხანა და არა ჩვენ ეგრი არ გვინდა აბა რა გინდა დემოკრატია არის პასუხის გეუბნება დემოკრატია არის შექმნა და საოცრა გადამი ამ დღეში ყავი შეგემული უკიდურესი პასუხის გეუბნები მოსული აბა ეს შემოგვიყვება შეიძლება ეს ბევრი არ იცის მაგრამ თავის დროზე ინტერვიზია რომელიც ითვლებოდა ეს იყო დამოუკიდებელი თავისუფალი პირველი მერცხალი ქართული ტელევიზიის მისი დამფუძნებელი გახდით მე პირადად ამის შესახებ შეგიძლიათ გიორგი თარგამაძეს და სხვებს კითხოთ რომლებიც მაშინ აქტიურობდნენ ამ ტელევიზიის შესაქმნელად ჩვენ ამას ვაკეთებდით ყველაფერს ვაკეთებდით უხმაუროდ და ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე ტელევიზიის კიდეებზე მიმდინარე აქციას მალე სოლიდარობის მიზნით პოლიტიკური პარტიები, უბრალო ხალხი და ინტელიგენციის ერთი ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურად განწყობილი ძალებისათვის კი ეს ადგილი ყველაზე კარგ პოლიტიკურ ტრიბუნად იქცა. შედეგად აქციის მონაწილე ჟურნალისტების პოზიციები გაიყო. მე არა, მე უნდა გითხრათ, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ ჟურნალისტების რაღაც ნაწილი გასაგებია სახლებში წავიდა. მიხვდნენ, რომ მათი მოთხოვნები მეორადი გახდა და ამას მიეცა პოლიტიკური ელფერის სახე, მაგრამ უნდა გავიცდება, რომ მაშინ იყო სხვა დრო. სახელმწიფო ცენზურისაგან ტელევიზიის გათავისუფლებას ჟურნალისტებთან ერთად პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც სულ უფრო აქტიურად ითხოვდნენ. თუმცა სიტყვის თავისუფლების ცნება ბევრისთვის გაუგებარიც იყო. ყოველ შემთხვევაში ამ გადასახედიდან. სიტყვის თავისუფლება დღევანდელი გაგებით მაშინ ჩვენთვის არ იყო ესე ცნობილი. გასაკვირველია თავისუფლება როგორც იდეა, თემა ყველასთვის ცნობილი იყო და გასაგები, მაგრამ დღევანდელი გაგებით ვიმეორებ აი სიტყვის თავისუფლება ეს ასე არ იყო. მე რომ მკითხოთ, ეხლაც არ იციან სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფერი რაც ენაზე მოგადგება თქვა, მით უმეტეს სახალხოდ და მით უმეტეს როცა ხალხს ერს ელაპარაკები და ერს რომელიც არის მრავალფეროვანი, იქ არის მოხუციც, ახალგაზრდაც, სხვადასხვა ეროვნების და შენ რას ლაპარაკობ, ამას ანგარიშს არ უწევ. არსად ისე არ ლაყმობენ როგორც აქ ამ ქვეყანაში. თავზარ დამცემია ჩემთვის ერთ-ერთი მოქალაქისთვის მე პოლიტიკაში არ მონაწილეობ და არც ყოფილვარ პოლიტიკოსის მაშინ სხვაებები იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო 1991 წლის 16 სექტემბერს ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის გელა ლეჟავას ვიზირებით ეთერში უნდა გასულიყო გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული რადიკალური ოპოზიციური ფრთის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჭანტურიას გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი. ამის თაობაზე შეთანხმებაც მათ დონეზე მოხდა. თუმცა გადაცემის ეთერში გასვლამდე კასეტა დაიკარგა, რაც მოგვიანებით მოამბის თანამშრომელს მედეა ჩომახიძეს დაგრავდა. ეს შეთანხმება იყო ამის თაობაზე მე მოვედი ტელევიზიაში გელა ლეჟავასთან გადავეცი კასეტა ჭანტურიას ჩანაწერი როგორც მე აღმოჩნდა, ესე იგი ის კასეტა, რომელიც მომზადებული იყო ეთერში გასაშვებად, წაუღია მედიკო ჩომახიძეს. იყო რაღაცა მაპროვოცირებელი დეტალები, მაპროვოცირებელი ფაქტები. ეს კასეტა როდესაც დაიკარგა და აი ამან შემდეგ კიდევ აი ეს კასეტის ამბავი, დამერწმუნეთ. დღესაც არ ვიცი სად არის ის კასეტა. და ვერც გავარკვიეთ. მეც იქ ვიყავი, მარტო მედიკო არ იყო. მე ცენტრალურში გავვარდი მედიკო კასეტასთან ერთად შემდეგ ჩავედით თემურ კვანტალიანთან აი კასეტა სად აორთქლდა სად დაიკარგა და რა მოხდა აი დღემდე ეს არის ჩვენთვისაც ბურუსით მოცული მაგრამ ის კასეტა პირდაპირ შემიძლია გეტყვით ის კასეტა გავიდოდა თუ არა მე ამას ვერ გეტყვით იმიტომ რომ ის კასეტა იცით ასე ვთქვათ ჩუმად ჩაწერეს. იმ დღეს მე ვიყავი გამომშვები რედაქტორი და მედიკო ჩომახიძე მეხმარებოდა თემურ კვანტალიანი თავის ადგილზე იყო გამომშვებმა რედაქტორმა დავამთავრე მოამბე
ვაბარებ მოამბეს, ეთერში გასულს უბრალოდ ყდას თავისი ტექსტებით და ცენტრალურში მეუბნებიან, რომ ფისო, მაგრამ იმის ყდას არ არის ეხლა რომ გადის გადაცემა. მეუთხარი ჩემი რედაქციით არ მე გადაცემა აღარა მაქვს. როგორ არა გაქვს, აი ეხლა უნდა გავიდეს, მეუთხარი გია ჭანტურიას ჩანაწერი, ვისი ბრძანებით გადის. ეხლა არ მითხრათ, რომ სიტყვის თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ ვის რაც უნდა ჩაწერს და იმას გაუშვებს ეთერში. მეუთხარი მე არ ვიცი, როდის ჩაწერეთ. ნუ მე მითხრეს, რომ ეხლა უნდა გავიდეს ეთერში. ურეკავ თემურ კვანტარლიას იქიდანვე. მეუთხარი ბატონ თემურ, თქვენ საქმის კურსში ხართ. გია ჭანტურიას რაღაც ჩანაწერი. მე არ ჩამიწერია და არ ვიცი, მე ვარ გამომშვები, რა ვქნა. არ გაუშვა, მანახე მომიტანეთ კასეტა. ეს იყო წამებში წამები იყო, იმიტომ რომ უკვე ქუდი გასული იყო და ეთერში უნდა გავიდეს. მედიკოს უყირო, მედიკო ცენტრალურ შეჩავარდი ტეჟეკაზე კასეტისთვის და მე ცენტრალურში და გამეთიშინებინა. შევარდი და უთხარი კვანტალიანის ბრძანება, ეხლავე ტიხარი მიეცი და რამე გაუშვი სხვა, სათადარიგო რაღაც ბუნების კადრები რაღაცა. კვანტალიანმა დარეკვაცა კვანტალიანის მედიკომისგან და დავეწიე მედიკოს. კვანტალიანს მივეცით კასეტა და მე ჩვენ არაფერი არ ვიცით. რა იყო იქ ჩაწერილი? მაგრამ შეიძლებოდა რომ ისე რომ არავის არ ცოდნოდა რას ლაპარაკობს, რომ ის კასეტა გაგვეშვა? ამ ინციდენტს იმ საღამოსვე ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის გია არგანაშვილის კაბინეტში სერიოზული შეხლა შემოხლა მოხდა. 8 პოლიტიკური პარტიის 15 კაციანი დელეგაცია ტელევიზიის ხელმძღვანელობას საკუთარ მოთხოვნებს ტელევიზიის ხელმძღვანელობამ აუხსნას საქართველოს ტელემაყურებლებს რატომ მოხდა გუშინდელი თავრობასთან შეთანხმებული პროგრამის ჩაშლა მიზეზი. ეს პირველი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნაა, რომ გუშინდელი თავრობასთან შეთანხმებული გადაცემები დღეს წავიდეს ეთერში და გარდა ამისა გაკეთდეს ინფორმაცია იმ მიტინგის შესახებ, რომელიც დღეს შედგა რესპუბლიკის მოედანზე. და რაც მთავარი არის ვიზუალური ინფორმაციით გავიდეს თენგის სიგუა დღეს თენგის სიგუა გავიდეს პირდაპირ ეთერში. ეს არის ჩვენი მოთხოვნები. ეხლა გთხოვთ დაუკავშირეთ უზენაეს საბჭოს, თემურ კვანტალიანს, თემურ გოლიძეს, ზვიარ გამსახურდიას, ვისაც გინდათ და უთხრათ, ჩვენ გარბაჩოვს ჩვენ ვიმყოფებით აქ, ჩვენ აქედან არ წავალთ, სანამ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ესე იგი, აქციების პოლიტიკური ტემპერატურა იცვლებოდა ხოლმე და იწევდა და მოთხოვნების, ესე ვთქვათ, რიგიც იცვლებოდა ხოლმე. ამას ყველა შეჩვეული იყო. ტელევიზიის შემოვარდნას პოლიტიკური ძალების ყველა შეჩვეული იყო. არგანაშვილის კაბინეტში რაც გააკეთა გოგა ხაინდრავა, მანამდე გააკეთა თემურ კვანტალიანის კაბინეტში, ხელით შეეხენ ერთმანეთს. იმიტომ რომ გოგა ხაინდრავა და თემურ კვანტალიანი თანამშრომლები იყვნენ მანამდე. და ამ ეროვნულ მოძრაობაში გარდა იმისა, რომ თანამშრომლები იყვნენ და ერთი, ისა რა ქვია, კინოსტუდიას გულისხმობ. გარდა ამისა კიდე იყვნენ ეროვნულ მოძრაობაში ერთად მანამდე. კომპრომისზე წასვლას არც ერთი მხარე არ აპირებდა. ეს ფაქტი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ტელერადიო ჟურნალისტთა კორპუსი საბოლოოდ ორ ნაწილად გახლეჩილიყო. პოლიტიკურ პარტიებს კი, რომლებიც პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ, ტელევიზიის შენობის ბლოკირება დაეწყოთ. მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა უარესობისკენ. თუმცა რაც ბოლოს მოხდა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა. მაშინ ამის წარმოდგენა შეიძლებოდა, იმიტომ რომ მოქმედება, ესე იგი, ავანსცენაზე იყვნენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და ჟურნალისტები. და კიდევ ბედისწერი. ასევე ავანსცენაზე იყო ქართული ნაციონალური სცენა. ეს იყო სამტროსასის ბრძოლა. ამ დროს ქვეყანაში დაისადგურა ანარქიამ, ქაოსმა. თავიჩინა პარტიკულარიზმის ყველაზე უხამსმა და ყველაზე ვერაგულმა სახეობამ, რაც გამოიხატა პარტიულ, ანუ დანაწილების პარტიკულარიზმში. ეს დღესაც გრძელდება სამწუხაროდ ეს პროცესი. Bravo!
ჯიუტად ვიმეორებ იმ აზრს, რომ აი ესეთი პარტიული ინტერესების შეჯახება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 80-90-იან წლებში და რომელიც დღემდე განუკურნებელ სცენად მოყვება საქართველოს, ეს არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის და ალბათ ყველაფრის სათავე უნდა ვეძიოთ სწორედ ამაში. დავბრუნდეთ, სანამ არ გაიხსნება საქართველოს ტელევიზია. პოლიტიკური პარტიები და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ტელევიზიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირებას განაგრძობდნენ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ შენობაში დარჩენილ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება აღარ ჰქონდათ. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ და თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა შენობა დატოვა. აპარატურის ნაწილი გაიტანა და უზენაეს საბჭოში მისთვის კომფორტული სატელევიზიო სტუდია მოაწყო. მეორემ კი კიბის ტელევიზია. ჟურნალისტთა კორპუსი საბოლოოდ გაიყო.